გაგაცნობთ მსახიობისა და ანიმატორის ბახვა წერედიანის შემოქმედებას. ქუჩა ხელოვანს მეტ თავისუფლებას ანიჭებს და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში ეხმარება. ამბობს მსახიობი და ანიმატორი ქუჩის თეატრ ნიკოლოს დამაარსებელი ბახვა წერედიანი. მე ყველაფერი ქუჩამ მომცა. პროფესიული თვალსაზრისითაც ჩემი შემოქმედებაც ქუჩამ შექმნა. ამას გებულობდნენ როგორც დასასრულს, როგორც ფინიშს, როგორც ფინალს დაუშვათ, რომ რა გექნა სხვა და მოხვედი ქუჩაში და აქ რაღაცნაირად თავს ირჩენ. მე ამ საკითხს მეორენაირად უყურებ. მე ამას უყურებდი ყოველთვის როგორც სტარტს ქუჩიდან. ეს იყო სტარტი ჩემთვის და ეხლა ეს არის ჩემი სიამოვნება და ეს არის იმ ბავშვების და იმ მაყურებლის პატივისცემა, რომელიც ყოველდღე აქ დადის. გაგრიდან დევნილი მსახიობი მიიჩნევს, რომ სამსახიობო ხელოვნება გადატანილი ტკივილისა და დაგროვილი ემოციების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც მისთვის პროფესიის არჩევა შემთხვევითობა არ ყოფილა. თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბახვა წერედიანმა სცენასა და ეკრანზე არაერთი როლი განასახიერა. თქვენ არც მეომრები ხართ და არც პოლიტიკოსები. მოქალაქის მოვალეობა გავალებთ დარჩეთ ქალაქში. და მიიღოთ ენერგიული ზომები ცხოვრებთან დასახმარებლად. შენ ყველა დანარჩენი შეკრიბე და ყველა დარჩენილი გამოსასვლელი დაკეთე. თვითი არ უნდა გამოგეფაროს დროზე ყურადღებით. დროზე. ერთი შეიარაღებული კაცი, აქაც ნარჩით კაცო. თუმცა ბუნებით ნოვატორი სულ ახლი ძიებაში იყო და არც თუ უშედეგოდ. ძალიან მალე რეზო გაბრიაძე ცნობილი მარიონეტების თეატრალური დასის წევრი გახდა. ვაკანსია იყო ესეთი გადაცემა და იქ აცხადებენ, რომ რეზო გაბრიაძე თეატრში იწვევს მსახიობებს. ეს იმდენ დაუჯერებელი იყო, ხა ვიცნობდი მას, ვიცნობდი რა დისტანციურად მის თეატრს. რახან ეს ვაკანსია იყო, ჩავთვალე რომ უნდა მეცადა. რეზო გაბრიაძესთან მოხვდი თეატრში, ეს იყო რაღაცა დაუჯერებელი მაშინ. პირდაპირ სცენაზე პირდაპირ მითხრა, რომ შენ ეს მთავარი როლები უნდა ისწავლო ირეპეტიციო და შენ ამ ყოველ სპექტაკლში შეცვლი ამ ადამიანს, რომელსაც მიყავს რეპერტუარი. მე საუბარში ითქვა, რომ მე სახში სუვენირებს ვაკეთებ. მითხრა, რომ შენ სახელოსნოში წვეა ჩახედოდიო. იქნებაო თოჯინებთანაც გეცადაო რა, აიციო. ჩავედი სახელოსნოში. ვეხმარებოდი, ესე ვთქვათ, რაღაცა შესაკეთებელი იყო თოჯინა. აბა თუ შეძლებ, რაღაცას გავაკეთებდი, როგორც წესი რაღაცები გამომდიოდა ხოლმე. ბახვა წერედიანმა მარიონეტების თეატრში 3 წელი იმუშავა და იქიდან წამოსვლის შემდეგ ამ სახეობის პოპულარიზაციის სხვა ხერხს მიაგნო. ამჯერად თავად გამოძერწა თოჯინა სახელად ნიკოლო და აკადემიური სცენიდან ქუჩაში გადაინაცვლა. გაგრძელება იყო ალბათ ნიკოლოს გაკეთება, სახლში დავჯექი და დავიწყე ძერწვა. არაფერი მანამდე მე ნაძერწი არ მქონდა, ავიღე ფოტო და დავიწყე ნიკოლოს ძერწვა. სტრუქტურულად, თავისთავად ტექნოლოგიურად ეს როგორ კეთდებოდა, ეხლა თეატრიდან ვიცოდი, ხო, ესე რასაც ვაკეთებდით. მაგრამ ეხლა მას მექანიზმები აქვს, მე იმას ის უნდა ამოძრავდეს, ის უნდა გააცოცხლდეს, ხო, და ესეთი კონკრეტული შეხება იმ პერიოდში რაღაცა არ მქონდა და მოკლედ ნელ-ნელა დავიწყე კეთება. როგორც კი დავიწყე, ვიცოდი, რომ მე ამ თოჯინას გარეთ გავიყვანდი ქუჩაში და ვიმუშავებდი. არ ვიცოდი, რამდენი შემოსავალი მექნებოდა როგორ. ქუჩაში მოდიხარ და აქ რაღაცა პერფორმანსი ხდება რა. თან მე სულ ვარ მოწოდებული, რომ სულ რაღაცა ახალი იყოს, რაღაცა პასუხისმგებლობა მაქვს მე ჩემ მაყურებელთან. ქუჩის მაყურებელი ხა ზოგადია, ხო, ქუჩის მაყურებელი არ არის 1 2 100 1000 კაცი, მაგრამ არ ვიცი თბილისში ხა ვისაც ჩაულია რუსთავზე ყველა მიცის რა. რომ ჩამოილიან, შეხედავენ, ვა ახალია, მოვა და გეკითხება რა. რამე ახალი ხო არ არის? აი, რაღაცა ეს სიტყვამ პარდება. მე ვიოლინე ნიკოლოს პიანისტი სებასტიანი მოყვა, მერე სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი და დღეს ისინი ბევრნი არიან. სტივ უანდერის გამოძერწვისა და გაცოცხლებისთანავე ბახვა წერედიანი პროექტ ნიჭიერის მონაწილე გახდა. Whoa, hey!
ნიჭიერი ისეთ საშუალებებს აძლევს ადამიანს ჩვენი მასშტაბით და შეიძლება გარეთაც, იმიტომ რომ ბისაცურვილი აქვს, გარედანაც გნახავს რასაკეთებ და უამრავი ადამიანი, მენეჯერი, სხვადასხვის აი ესე ყურადღებით ათვალიერებს ამ ვიდეოებს. სენატორი გამოვედი მარიონეტით რაღაცა აი მარიონეტის შარმი აქვს რაღაცა ისეთი თოჯინას რა აი არ შეიძლება რომ რაღაცა ცუდად აი თუ რაღაცა საშინელება არ გააკეთა ადამიანმა ხო თოჯინა თავის თავში უკვე რაღაც ისეთ სიტყვას და დადებით ემოციას ატარებს პირველ დღეს გავედით, მე გადარჩევასაც გავედით თავისთავად და ნახევარფინალში გამოვიყვანე ჯექსონი. ნახევარფინალში უკვე ხმები იყო და ნუ ხმები ახლა ვეღარ მოვაგროვეთ იმდენი რომ ფინალში გადავსულიყავით. პროექტ ნიჭიერში მონაწილეობის შემდეგ ახალი შემოთავაზებები მიიღო. მისი ხელოვნებით მაროკოში საქართველოს კულტურის ატაშე რუსუდან ფიცხელაური დაინტერესდა და ასე დაიწყო მისი გასტროლები მაროკოს სამეფოში. ჩემი გასტროლი სამჯერ მაროკოს სამეფოში. ნიჭიერის დამსახურებას, სხვადასხვა წავედით მე და ვადაჭკორია ზურა. ჩვენი ცნობილი ილუზიონისტი, მქონდა ერთსაათიანი პროგრამა გაყოფილი შუაზე. ჩემი და მისი ნომრები ესე ერთმანეთს ენაცვლებოდა და გამოდედი სცენაზე, ეს იყო პირველი ჩვენი გასტროლი ერთად მაროკოში. ყველა ცნობილ სცენაზე ვითამაშეთ. ყველა დიდი თეატრი რაბათის სამეფო თეატრში ვითამაშეთ. ბახვა წერედიანს ხშირად ნახავთ რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისი თოჯინებითა და ერთგული მაყურებლით გარემოცულს. მსახიობი და ანიმატორი საყვარელი საქმითაა დაკავებული, თანამშრომლობს ბავშვთა გასართობ ცენტრებთანაც. სამომავლოდ საინტერესო გეგმები აქვს. ეხლა დაკავებული ვარ მარტო მარიონეტებით. მუშაობ ქუჩაშიც, დაბადების დღეებზე გამოძახებებზეც დავდივარ, ცალკე ხარ ვცდილობ როგორმე ჩემი სპექტაკლი გავაკეთო ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ნუ რაღაც არ გამოდის, ფინანსურად ვერ ვეწევი იდეებს და ნააზრევებს, მაგრამ ნუ ალბათ ნელ-ნელა მივალთ იქამდეც. თოჯინებიდან ბახვა წერედიანს გამორჩეულად ნიკოლო უყვარს, თვლის რომ ის მისი არც თუ მარტივი ცხოვრების თანამონაწილე და განუყრელი მეგობარია. ეს პირველი თოჯინა ალბათ ჩემს იმდროინდელ სევდას ყველაფერს ატარებს ალბათ. იმიტომ ის ჩემთვისაც და არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა არც ერთი თოჯინის ნახვა არ უნდა. ამის გარდა კიდე თეატრსაც მისი სახელი ერქმევა, იმიტომ რომ იქიდან შედგა ყველაფერი. მსახიობის ნამუშევრების პირველი შემფასებლები მეუღლე ქეთი ბერიძე და 7 წლის შვილი ნიკოლოზია. ყავს ერთი ბიჭი ნიკუშა, რომელიც უკვე 7 წლის გახდა, ანუ ის რაღაცა ყველაფერი სიმბოლურად ხდება ჩემს საქმეში, რაღაცა ნიკოლო და ნიკუშა ლამის ერთი ხნის არიან რა. ეს საქმე და ნიკუშა ერთი ხნის არიან. მის წინ იზრდება ესე და ყალიბდება თოჯინა და ყველაფერი იცის და რაღაცა მისთვის ეს გასაოცარი რაღაცა ისეთი არ არის, ეს მისი რეალობაა და ყოველდღიურობაა. ბახვა წერედიანს აფხაზეთიდან მშობლიური ქალაქი დღემდე ენატრება. მის მეხსიერებას გაგრა სილამაზის და სიკეთის ქალაქად შემორჩა. თავს ბედნიერად ჩათვლის, თუ კი მიეცემა შესაძლებლობა და იქ მცხოვრებ მოზარდებსაც გააცნობს თავის საყვარელ მარიონეტებს. ჩვენი ბავშვობის დროინდელი გაგრა იყო პატარა და ძალიან თბილი. ძალიან ცოტა იყო თითქოს ბოროტება, შეიძლება ესე მინდა რომ ჯეროდეს, მაგრამ მართლა ესე მახსოვს, რომ ძალიან ცოტა იყო და ადამიანები უფრო თბილად იყვნენ ერთმანეთთან, უფრო თითქოს უფრო რაღაცა ერთად იყვნენ და არავინ არ ელოდა იმას, რაც მოხდებოდა. მე ის ყველაფერი მახსოვს და ის ჩემი ნაწილია.